პატრონო ტელემაყურებლებო დღეს მე ფაქტობრივად ბედნიერება მთელი 10-12 წუთის განმავლობაში თქვენს წინაშე ვიყო და წარმოგიდგინოთ პოეზიის მცირე ნაწილი იმ კაცისა, რომელიც სამწუხაროდ დღეს ჩვენ შორის აღარ არის. ეს კაცი გახლდათ გორელის საზოგადოებისათვის და შიდა ქართლისათვის მთლიანად საქართველოსთვის ცნობილი პიროვნება სოლომონ სულიკო როსტომაშვილი. კაცი მეცნიერი მედიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ომისა და შრომის ვეტერანი, საქართველოს დამსახურებული ექიმი, თადარიგის სამედიცინო სამსახურის ვიცე-პოლკოვნიკი და რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, პირადად ჩემთვისაც კაცი პოეტი. ვიმეორებით სამწუხაროდ ჩვენს შორის აღარ არის. სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ შესრულდებოდა 83 წლის 10 წელიწადია უკვე სულიკო როსტომაშვილი გორის ქუჩებში არ დააბიჯებს. მან ნათელი კვალი დატოვა თავის მონაგრისათვის, გორის საზოგადოებისათვის და პოეზიის მოღვაწეობისათვის. რაკი პოეზიაზე მომახვილებ ყურადღებას დავიწყებ იმ ლექსით, რომელიც მან მიუძღვნა პოეზიას და დიდ პოეტს გალაქტიონს. პოეზია და გალაქტიონი. აბა ვინ ვართ, ვინც ლექსებს ვწერთ, მხოლოდ ატომის თითო იონი, დიდზე დიდია, ბომბერაზია, მთელი ბომბია, გალაქტიონი, ვინც საქართველოს მდინარეთის შორის, მხოლოდ თითოა მტკვარი რიონი, ისე ერთია პოეტთა შორის, საქართველოში გალაქტიონი. ის ჩვენი დროის იყო მოვლენა, არ ყავს ბადალი ას მსგავსი მგონი, ამ საუკუნის პოეტთა მეფე იყო, იქნება გალაქტიონი. მერის ჯვრისწერამ გატეხა კაცი, ახლის მძებნელი და გამომგონი, მე საიდუმლეთ მას ჰყავდა ღამე და ღამეც თვითონ გალაქტიონი. საოცარი და ჯადოსნურია მისი ლექსების ყველა სტრიქონი, უკვდავი არის ქვეყნად ორივე პოეზია და გალაქტიონი. პატრონო ტელემაყურებლებო, სულიკო როსტომაშვილი დაიბადა გორის რაიონის სოფელ ატოცში. და ბუნებრივია, რომ თავის სოფელი უყვარდა, კაცურად უყვარდა და მიზვნიც აქვს ატოცისადმი ლექსი, რომელსაც ახლა წაგიკითხავთ. ატოცში. თუ ატოცში ყოფილხარ და დინახია დიდველა, ყაყაჩოსთან ჩვენს ხანაში გირბენია ტიტველა და თუ გახსოვს ფეხშიშველა, ავარდობა იმ დროში, მოკლე შარვლით ჯოხით ხელში, გირბენია მინდორში, დინახია ორღობეში, სხმოიარე მაყალი, გოგო ბიჭთა ჟრიამული, მათი აყალ მაყალი, გიკრეფია ნამიანზე შავი მაკulis ნაყოფი, გიყნოსია მაკulis სუნი, უხვად გამონაყოფი, მაშინ მუდამ გეხსოვება ატოცი და დიდველა, ყაყაჩოვან ჩვენს ხანაში, რომ დარბოდი დიდველა. მე ძალიან გითხარით ძვირფას ტელემაყურებლებო, რომ სულიკო იყო ომის და შრომის ვეტერანი მეთქი. ატოცში საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სულიკომ დაამთავრა თბილისში სამედიცინო ინსტიტუტი პედიატრიის სპეციალობით, ის ბავშვების ექიმი იყო და 1948 წლიდან მუდამ იყო შემწონილ თანამდებობებზე მედიკებს შორის. იყო ბავშვთა კონსულტაციის ექიმი, ბავშვთა პოლიკლინიკის მთავარი ექიმი და ასე შემდეგ. მან მთელი თავისი შეგრძნებული სიცოცხლე ბავშვების ჯანმრთელობას შესწირა, ასე ვიტყოდი. ბავშვებს ის ძალიან უყვარდათ, რაც ორიგინალური მიდგომა ჰქონდა. კერძოდ ჩემი ბავშვებსა გახდებოდა ხოლმე ავად, მეუბნებოდა ხოლმე მამა, ის კაცი მომიყვანეო, სულიკო ყავდა ხოლმე მხედველობაში, მარტო იმას გაუღებ პირსო, რომ ჩამხედოსო. ძალიან თბილი კაცი იყო, მე პირადად ვიცნობდი ძალიან კარგად. ყოველ დღე და ყოველ ღამე ბრძოლის ველზე დღისით ღამით თავს მეფარა ქუდად ცა მე
არ ვიცოდი დასვენება არც დღე და არცა ღამე, სხვებთან ერთად იმ ქართ ცეცხლში ბევრჯერ მწარედ გავეწამე, ეს ურტყამდი ვაშკაცურად ყოველ დღე და ყოველ ღამე, დიდი ომის გამარჯვების ვიყავ მოწმე და მოწამე, ომის წლებში რამდენი გავატენე თეთრი ღამე, ღმერთო ჩემო, გადმოხედე ბრიყვთ, უგუნურთ უთხარ რამე, რომ მშვიდობა გქონდეს ქვეყნა ყოველ დღე და ყოველ ღამე. მშვიდობას ნატრულობდა კაცი და უცნობობდა კაცი, რომელიც წლების განმავლობაში მეორე მსოფლიო ომის ფრონტებზე იბრძოდა, ვაშკაცურად იბრძოდა. კავალერია მრავალი საბრძოლო ორდენის და მედლის. სამშობლო და მშობელი. ეს ლექსი მიუძღვნა პატარებს. ჯერ ხომ მე პატარა ვარ, არაფრის ვარ მნახველი, მიყვარს მხოლოდ ამ ქვეყნად ორად ორი სახელი, დედიკო და სამშობლო ამონს ვეთაყვანები, მუდამ მლოცავს მფარველობს ჩემი დედის თვალები, ღმერთო ეს სიყვარული დამიტოვე მარადის, გიზგიზებდეს ჩემს გულში, ცოცხალი ვარ მანამდის. ბატონიშვილი იყო, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი მოხდავი კაცი იყო. მისთვის ჩვეულებრივი იყო სიყვარულიც, მღრმარელიც, მეგობრობაც, მაგაცობაც, პოეზიაც, ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობები. აი ერთ ლექსში ის დიდი პათოსით ახსენებს თავის პირველ სიყვარულს, უბრალოდ ამბობს როგორ ეძებდა პირველ სიყვარულს. ჰეი დარდი მანდებო, შესვიდო ღვინო ყვარული, გავიხსენოდო ბავშვობა, პირველი სიყვარული, გრძნობა დიდი ძლიერი, არაფერთან სადარი, ვეძებ მაგრამ ამაოდ ვერ პოვლობს სადარი. ირჩიეთ რომ არ ვიცი, რომელ მხარეს ვიარო, რომელშ ჩემი დარდები მასაც გავუზიარო, ყველაზე გულში რაღაცა იმანება ფარული, გაიხსენეთ ის არის პირველი სიყვარული, რომ და ჟამმა ხომ ბევრი დღე, თვე, წლები გალია, მინდა მასზე ვიფიქრო, მისთვის ახლაც მცალია, წლები ვერას დამაკლებს, ვერც გული გაბზარული, ვეძებ უნდა ვიპოვო პირველი სიყვარული. ვედრება. მოხუცივად ჩემი თავი, ახალგაზრდა მგონია, ან დალოცულ ღმერთს სიბერე, რაღაც მოუგონია, დრო არ გვიცდის, მიდის, და არასდროს ჩერდება, ახალგაზრდულ გრძნობით ფეთქავს, გული არა ბერდება, მაგრამ იმას აღარ ჰგავს ალერსი და ტრფიალი, ეშკი გაქრა სიყვარულის, ოხერი ტიალი, დამიბრუნა ღმერთო ჩემო, სიყვარულის ხალისი, რომ ჩემთვისაც მაისობდეს, ვარ გაშლილი მაისი, მახარებდეს დილის ნამი, შევერცხილი აისი. დაბადების დღე. გამახსენდა სიჯეილე და ყანწების ტრიალი, დრო ულმოვლად მირდის, მირბის, ეგ ოხერი ტიალი, წლებმა ჯერ ვერ დამიტანა, მომდევს ჯანი ჯავარი, კაცი კაცად თუ კი ვარგო, ის ყოფილა მთავარი, თუმცა სიბერე მომეყარა, სახე დამინაღარა, წელთა რიცხვი ვერას მაკლებს და ვერც თმების ჭაღარა, 67-ს კიდე დავწერ, წასვლას არსად ვაპირებ, ამ ცხოვრებას თქვენთან ერთად გავლევ, გავაჯახირებ. წასვლას არსად ვაპირებდა ის კაცი, სიცოცხლის სავსე. ადამიანი, რამ სამწუხაროდ, როგორც გითხარით, ჩვენ შორის აღარ აქვს. ერთი ლექსი აქვს ბატონსულიკოს უსათაურო, მასაც წაგიგითხავთ. ქალებს მარტმა მიანიჭა შრომის ჯაფის უფლება და რატომღაც მას შეარქვეს ჩვენში თავისუფლება, მძიმე შრომით დაუკარგეთ ქალს ქალური სინაზე, აღარ აქვს ფიქრის თავი, ამაზე არც იმაზე,
ყველა ქალის ოცნება, ოჯახი და დედობა, აღარ გვინდა ლოზუნგები და ზედმეტი ხბედობა, აღარ ისმის ძველებურად ბულბულების გალობა, დროა, დროზე დაუბრუნოთ ჩვენში ქალებს ქალობა. ეს ლექსი დაწერილია 1991 წელს. ეს ის დროა, როგორც პერმეყრობებმა, როდესაც მართლაც რომ ძიმეთ პირთან დააწყვეტეს ცხოვრება ჩვენს პირფას ქალებს და ის იყო გამოეხმაურა სწორედ ამ ვითარებას და მოვლენებს. და ყველაზე ნიშანდობლივი ლექსი, რომელიც სიკვდილამდე რამდენი სულ 2-3 წლის წინ დაუწერია, ბატონ სულიკოს რაღაცნაირად მინდა აი ამ ლექსით დავამთავრო დღეს მისი დიდი შემოქმედების ნაწილის წარმოდგენა. რად ვიჩქარო იქ რა მინდა, არსად მივალ მეჯერა, თუ როდისმე უნდა მოვკვდე, არასდროს არ მეჯერა, არ ვიცოდი ღმერთს სცოდნია, თუ რა ბედი მეწერა, ამიტომაც არ მინდოდა ღმერთისთვის და მეჯერა, გადავწყვიტე მანამ აქ ვარ, მე ლექსები მეწერა, მივხვდი მართლაც მე მოვკვდები, რაც არასდროს მეჯერა. აი თუნდაც ამ ლექსიდან ჩანს მისი სიცოცხლის უნარიანობა, მას არასდროს წარმოიდგინდა და ვერ დაეჯერებინა, რომ თურმე უნდა წავიდეს იმ ქვეყნად, როგორც ჩვენ ვამბობთ. გულმა უგრძნო და მართლაც გამოგვეცალა ხელიდან ძვირფასი ადამიანი. მე ვიტყოდი, რომ სულიკო იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებზედაც სიამაყედ ვამბობ თქონდა, რომ ქალაქს მოაკლდა სულიკო როსტომაშვილი. ნათელში იყოს მისი სახელი და მისი ჯიში. აყვავებული იყოს მომავლისთვის იმისთვის, რომ არ დაემეწყოთ ამ ძვირფასი კაცის სახელი. მადლობ ყურადღებისთვის, ბატონო, გაცნობთ ელმაყურებლებო, დიდი მადლობა და გემშვიდობებით მომავალ შემოგვიდგენს.